ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ომის დასრულებაა. 7 წლის ევა თავის ყველაზე დიდ ოცნებაზე სარდაფში მოწყობილი სკოლიდან საუბრობს. სწავლა უკრაინის სკოლებში 1 სექტემბერს განახლდა. იქ, სადაც რუსეთი უკვე მეოთხე წელია ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს. 2 წლის წინ სუმის რეგიონის სოფელ ბობრიკში ფრონტის ხაზთან ახლოს სკოლამ ბავშვების უსაფრთხოებისა და სწავლის გაგრძელების უზრუნველსაყოფად საკლასო ოთახები სარდაფში გადაიტანა. ამ ვიწრო სივრცეში ზოგ ოთახს სქელი პლასტმასის ნაჭრები ჰყოფს. აქ არც ფანჯრები და კარებია. გაკვეთილების დროს კი ბავშვების ხმები ერთმანეთში ირევა. სარდაფი იმდენად პატარაა, რომ სკოლა 2 ცვლაში მოკლე შესვენებებით მუშაობს. უკვე მეორე წელია, რაც სარდაფში ვასწავლით ბავშვებს. და რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება? ჩვენ სკოლასა და თავშესაფარს შორის მანძილი დაახლოებით 400 მეტრია. როდესაც საჰაერო განგაში ცხადდება და წინა წელს იყო ასეთი, დღეში 14, 16 თუ 18 საათიანი საჰაერო განგაში. სწავლა უბრალოდ არ მიმდინარეობდა. ბავშვები იკრიბებოდნენ, სხდებოდნენ საკლასო ოთახებში და საჰაერო განგაშისას კვლავ იშლებოდნენ. ჩავატარეთ მშობელთა კრება, მოვაწყოთ ყველაფერი, შენობა გავყავით. უზრუნველყავით ელექტროენერგიით. გავაკეთეთ იატაკი და მოვაწყოთ თანამედროვე ვენტილაცია. სოფელ ბობრიკს, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 2000-ია, პატარა სკოლა აქვს, სადაც თითოეულ კლასში დაახლოებით 10 ბავშვია. წელს ერთ-ერთ საკლასო ოთახში მხოლოდ 7 პირველ კლასელი იჯდა. ჯამში სკოლას კი 100-ზე ოდნავ მეტი მოსწავლე ჰყავს. რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ დაახლოებით 10%-მა დატოვა სკოლა და კიდევ უფრო მეტს აქვს გადაწყვეტილი წასვლა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენთვის უცხო იყო. სკოლაში სწავლის გაგრძელება უკეთესი იქნებოდა. ვფიქრობ, პირისპირ სწავლა სჯობს დისტანციურს, რადგან როცა რამე კითხვა მექნება, შემიძლია მასწავლებელს ვკითხო. ვესაუბროთ ანაკლასელებს და ამიტომ თუ ონლაინ სწავლასა და სარდაფში სწავლას შორის არჩევანის გაკეთება გიწევს, სარდაფი უკეთესია. ბობრიკის სკოლის დირექტორი ამბობს, რომ უკრაინელმა ხალხმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ თაობა არ დაიკარგოს. სწორედ ამიტომ ფიქრობს, რომ სწავლის გაგრძელების ეს გზა უალტერნატივო იყო. წელს მე-11 კლასმა დაასრულა სწავლა. 2014 წელს ომი დაიწყო. ბავშვები მაშინ პირველ კლასში იყვნენ. სწავლა დაასრულეს, მაგრამ ომი გრძელდება. ეს ბავშვები ახლა უკვე სტუდენტები არიან. ისინი არიან ჩვენი მომავალი. ხვალ ისინი დაიწყებენ სახელმწიფოს აღდგენას და ძლიერ და თავისუფალ ქვეყანას შექმნიან. ჯერა ვოცნებობ და ასეც იქნება. სხვაგვარად ვერ მოხდება. უკრაინა ჩვენი იყო, არის და იქნება. ჩვენ მარადიულები ვართ. სკოლის შენობა, სადაც ადრე სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა, ახლა ცარიელია, თუმცა მისი საკლასო ოთახები მოსწავლეების დაბრუნებას ისევ ელის.